ერო ეს უკვე არ არის საქმე მთელი სოფელი არის უკმაყოფილო მათ შორის მეც ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დავიჭროთ ის დავხედი ქურდები შენ თვითონაც ხომ ხვდები რომ 7 ისუნუდი თვეში არაფრისთვის არ არის საკმარისი თან მეც უკვე თავის საზიანოდ მუშაობ ნაწილი სოფლელების უკვე გადავიდა სხვა სოფლებში და ქალაქში საცხოვრებლად კი საბა რა თქმა უნდა ხვდები და პოლიცია უკვე ერთი კვირა არ ყვევს თუ ვინ იპარავს ისურვდებს ჩვენ სოფელში მაგრამ ჯერჯერობით წარმატებების გარეშე გამოდის ცუდად ეძებენ ან შესაძლებელია რომ ეს ქურდები არ ცხოვრობენ ჩვენ სოფელში შესაძლებელია მაგალითად საერთაშორისო ტყიდან გამოდიან ჩვენ სოფელში რომ გაგძვარცვონ კარგი მე რომ თუ იქნება რამე ინფორმაცია შემატყობინე მოგესალმებით მე ვთქვით მე ვარ საბა და არხ გაბოცში 803 და თქვენ ალბათ დაინახეთ რომ მე ვიყავი უკმაყოფილო შესული მერთან და არა მხოლოდ მე არამედ მთელი სოფელი საქმე იმაშია რომ ჩვენ სოფელში გაჩნდა ქურდი ან ქურდები რომლებიც იპარავენ ჩვენი სოფლის ბიუჯეტს ისუნოდებს და ალმასებს მაგის გამო ჩვენი თვიური ხელფასი შეამოკლეს 7 ისუნოდამდე თვეში აი უბრალოდ წარმოიდგინეთ ახლა პოლიციაც ცდილობს დაიჭროს ის ქურდები მაგრამ ჯერჯერობით წარმატებების გარეშე და მე უკვე აღარ მაქვს მუშაობის განწყობა. აი, იცით რატომ მეგობრებო, აი, დახედეთ აი ამ ფერმებს, აი შეხედეთ, აი უბრალოდ დახედეთ. აი, დახედეთ აი იმ ფერმებსაც, აი რომლებიც არის განლაგებული ამ ცხოველების ფერმასთან და აი იმ დიდ ფერმებსაც. თქვენ ალბათ აი შეატყოთ რომ სულცარიელია და ხო მეგობრებო, სწორია. ის ქურდები, გარდა იმისა რომ იპარავენ სოფლის ბიუჯეტს, ისინი ასევე იპარავენ ბოსტნეულსა და ხორბლის თესლებს ჩემს ფერმებიდან მაგის გამო მე ვეღარ ვანვითარებ სოფლის მეურნეობას ამ სოფელში და მაგიტომ ჩვენ სოფელში ძალიან შემცირდა საკვები და მაგის გამო ბევრი სოფელი უბრალოდ შიმშილობს და ასევე მეგობრებო გარდა ამისა არის კიდე ერთი პრობლემა აი მეგობრებო შეხედეთ აი დააკვირდით უბრალოდ დახედით ჩვენს ჭაში თითქმის თვლიანად ამოიწურა წყალი აი დახედეთ მე არ ვიცი რანაირად მაგრამ აი სულ რამდენიმე წვეთია სულღა დარჩენილი ზუსტად ამ პრობლემების გამო ჩვენი სოფლები გადადიან ზოგი მეზობელ სოფელში და ზოგი ქალაქში და უკვე გადასახლდა 5 სოფელი და კიდევ რამდენიმე აპირებს რადგან უკვე შეუძლებელი ხდება აქ ცხოვრება მე ძლივობით ვძლებ ჯერჯერობით მაგრამ უკვე მეც ვერ ვითმენ და კიდევ რაც შეეხება აი ჩვენი სოფლის კამერებს ისინი უკვე 2 კვირა რაც არ მუშაობენ ზუსტად ფულის არ ყოფნის გამო არავინ არ ასწორებს არავინ არ ამ კამერებს არ აკეთებს მაგიტომ ჩვენ ჯერჯერობით გამოვთეთ ეგ კამერები და ერთ-ერთი სოფლები რომლებიც დარჩნენ ჩვენ სოფელში არის აი ეს 5 სოფელი რომელიც არის ახლა მერის სახლში თავად მერი და მე დამთავრდა მეტი არავინ და იმ 5 სოფლიდანაც უკვე როგორც თქვი სამს უკვე უნდა მართლა გადასახლდეს იგივე ქალაქში ან მეზობელ სოფელში იმიტომ მართლა ჩემთვისაც უკვე შეუძლებელია აქ ცხოვრება არ ვიცი მეგობრებო ახლა გავაკეთო შემიძლია რასაკვირველია კიდე ერთხელ არ ვიცი ჩავსვა იქ რამე საჭმელი უბრალოდ დახედეთ ჩემს ყუთს აი უბრალოდ დახედეთ აი რა დარჩა ჩემი ყუთიდან 31 სტაფილო 18 კარტოფილი 21 ჭახელი და 38 ხორბლის თესლები დამთავრდა მეტი აღარაფერი და 9 ისუნუდი აი რომლებიც მაქვს არ ვიცი როგორ ვიცხოვრო აი ამ 9 ისუნუდით თვეში მეგობრებო წარმოიდგინეთ არ ვიცი შემიძლია ცოტა მაინც ჩავსვა იქ ჩემი ფერმები მაგრამ არ ვიცი აქვს თუ არა აზრი იმიტომ შესაძლებელია მაინც ის ქურდები მოიპარებენ ამ ყველაფერს მაგრამ მაინც მოეთაბა უცაოდ ჩავსვათ აბა რამე მაინც ავიღოთ ეს დარჩენილი 31 სტაფილო დარჩენილი 38 კარტოფილი და არა ამდენ ხორბალს არ ავიღებ მაინც ცოტა ეკონომიას გავაკეთებ აი ამდენს და ცოტა ჭარხოს და წავიდეთ მეგობრებო ჩვენს ფერმების სამუშაოზე მაგრამ ჩემი არავითარი აზრი აღარ აქვს მოეთ მეგობრებო მაინც წავიდეთ ავკრიფოთ რაც დარჩა ჩემი ასე ვთქვათ ნაშრომისაგან დარჩა სამი ხორბალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეგობრებო ერთი იდეა გამიჩნდა იცით რა იდეა მოკლედ შეხედეთ მეგობრებო ჩვენ სოფელში ახლა არ მუშაობს კამერები ნუ პრინციპში მე უკვე გითხარით ხო იმიტომ ჩვენ გამოვხდეთ ამ ფულის არ ყოფნის გამო მე შემიძლია ვიყიდო ახლა აი ჩვენთან აქ არის ახლო მაღაზია რომელშიც იყიდება ტექნიკა
მე შემიძლია მაგ ტექნიკის მაღაზიიდან ვიყიდო კამერა. კი, კამერები ძალიან ძვირია, მაგრამ მაინც შემიძლია ჩემი დარჩენი 9 სუმრუდიდან დავხარჯო, არ ვიცი რამდენი, 1-5-6 სუმრუდი. და სადღაც აი აქ, აი ამ ნაწილში, აი ამ ჩემი სახლის ნაწილში პირდაპირ აი ამ რაკურსზე დავაყენო ის კამერები, რომ პირდაპირ აი ეს კამერები უყურებდნენ პირდაპირ ჩემს ფერმებს. ჩემი მეგობრებო, ეს არის გენიალური გეგმა, რადგან ერთ-ერთი აი ესეთი გეგმა მაქვს, ინტო სხვა არც კი ვიცი რა გავაკეთო. ჩემი მეგობრებო, ხო, ძალიან კარგია, მოით უფრო კარგია მე ახლა გავაკეთეთ ხო აი ამ ფერმებს. აი ახლა ვიყიდი კამერებს, დიდი იმედი მაქვს, ახლა არავინ არ მოიპარებს ახლა ჩემი ფერმებიდან აი ამ საჭმელს. ახლა დროზე გავაკეთებ, ასე ჩავსვამ. აი დავდგამ კამერას, ყველაფერს ასე ვთქვათ კომპიუტერისთვის გავაკეთებ. დაქს და დავხედოთ მაინც მეგობრებო ვინ არის ის ქურდები. მეგობრებო, ხო აი ეს ჩემი ძალიან კარგი გეგმა მოით ახლა დროზე ყველაფერი დავდოთ. ჩემს სახში და ასე ალმასის თოხი აქ და ყველა ბოსნეული აქ. აი მეგობრებო, რაც დამჭა სულ ეს მეტი არც კი არაფერი და ასე და всё. მოით მეგობრებო, მე ახლა ავიღებ 9 სუმრუდს და წავალ იმ მაღაზიაში და დაგებრუნებ იმ დროს, როდესაც ვიყიდი იმ კამერას. მოგეთ მეგობრებო, მე უკვე ჩავერთე კამერა და წამოიგეთ მე 5 სუმრუდი დავხარჯე აი ამ კამერაზე, აი ეს კამერა. დამჭა 4 სუმრუდი მეგობრებო, წამოიგეთ ნახევარზე მეტი უკვე ჩემი თვიური ხელფასის ახლა დავხარჯე და რა უნდა ვქნა არც კი ვიცი, არაუშავს ახლა შესაძლებელია უკვე დღესვე გამოვიჭიროთ ის ქურდი და ოკეი, მე დამჭირდება ბლოკები, მე ვიცი აქ მე მქონდა ცოტა მიწის ბლოკები და ახლა უნდა ავიდეთ აქ რომელი რაკურსი ავიღოთ და არავინ არაფერი არ მოიტანა არ მოიპარა ეს შესანიშნავია ჯაჯოი ჩემი ფერმიდან. Так, რომელი რაკურსი? ჩემი აი ასეთი რაკურსი ზუსტად იყურება ჩემს ფერმებზე. ჩემი ეს ძალიან კარგი რაკურსი იქნება ზუსტად так. ასე მეგობრებო, შემოგვიოთ მოით ახლა ავაწყოთ так, ასე. Так და პირდაპირ აი ამ ჩემს ფერმებს უყურებს ეს შესანიშნავია. მოით მეგობრებო, ახლა გავაფუჭოთ ყველაფერი. ახლა მოით მეგობრებო, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კომპიუტერით ახლა ჩავერთო იმ კამერას. Так. Так, ჩავერთოთ კომპიუტერი, так. Так, იმ კამერას ახლა დავუკავშირდეთ. Так, ასე. ოპა, მეგობრებო, всё, პრინციპში მე უკვე დავუკავშირდი იმ კამერას და შესანიშნავია, მეგობრებო, всё, დამთავრდა უკვე ყველაფერს ხედავ, ეს შესანიშნავია, так, ოკეი. ჯერჯერობით მოით გამორთოთ და დავუკვირდეთ აბა ვინ იქნება. ჯერჯერობით ცოტა ხანი არ ვიცი. ცოტა ხანი წამოვწვევი. ჩემს ლოგინში ცოტა ხანი დავისვები თუ ძალიან დავიღალე. Stop მეგობრებო, ვერ გავიგე. Так, stop რომელი საათია საერთოდ? Так, ღამის 12 საათი და ვერ გავიგე. მეგობრებო, შეხედეთ. მოიპარეს მაინც შეხედეთ. დახედეთ ამას. Так, stop ერთ ცოტა ის ფერმა და გაგიჟება ამ ფერმიდან შეხედეთ. თელი ბოსტნეული მოიპარეს. Так, stop. შესანიშნავია გამოის კამერამ წესითა და რიგით ყველაფერი დაფიქსირა. Так, მოით დროზე ახლა შევიდეთ. Так, დავუკავშირდეთ ახლა ამ კამერას. Так, ასე ჩავთვით კომპიუტერი. Так, შესანიშნავია. Так, მოიდება. ოპა, რაღაცა ჩანს და გაგიჟება. მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიგენთ რა აჩვენა ამ კამერამ. მე ვიცნობ ამ სტოპერს ცოტა უნდა დაგეძოთ ცოტა ახლო და უნდა ვნახო მათი სახე. კი, მე ვიცნობ ამ სოფლელებს. ეს სოფლელები არიან ჩვენი სოფლიდან, ისინი ცხოვრობენ აი იმ ქვისაგურიდან გაკეთებულ სახში. და რა ჭანდაბა? Так, стоп. იცით მეგობრებო, ის სოფლელები ცხოვრობენ აი ამ სახში, აი ქვისაგურიდან გაკეთებული რო არის. გაგიჟება და რა ხდება? Так, стоп მეგობრებო, იცით რა? მე უფრო კარგი ახლა წავალ და ტელეფონი ჩემთანაა. ერთს უნდა მივიდე აბა იმ სახლთან და გავიგო და ძროხ ერთიც არ შემიშალო რა ხდება იქ დაქს და მეგობრებო, თხილად აი მეგობრებო, ეს სოფლელები შეხედეთ. Stop, რაღაცაზე ლაპარაკობენ, так, stop, რაღაცა მესმის. ჩვენ გამოგვივიდა
18 სურუდი და მთელი 2/5 ბოსტნეულის. შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ დავავთავრეთ. მე ვიცი, რომ ზუსტად მერის სახლში კიდევ დარჩა ცოტა ისურვდები და რადგან ჩვენ ვაღარიბებთ ამ სოფელს, უნდა გავაღარიბოთ ბოლომდე მაქსიმალურად. კარგი, გასაგებია, მაშინ როგორც დავთანხმდით, ღამის 12 საათზე მოვიპარეთ კიდე მერის სახლიდან ისურვდებს. შევთანხმდით. გაგიჟება მეგრო თქვენს გონი უკვე ყველაფერი გაიგეთ აქ თქვათ. Так, ეს სოფლები აქ არიან, так შესანიშნავი მეგრო დროზე ახლა უნდა გამოვიცახო პოლიცია. Так, ახლა მეგრო ცოტა ხნით ახლა გამორთო კამერას. დიდი მადლობა, რომ დაგვეხმარეთ ამ ქურდების დაჭერაში. არაფრის ასაკველია, так, ოკეი. გამარჯობა, ავასოფლელებო. საბაი, რისთვის ჩაერი ამ საქმეში, რატო ეჩრები სხვის საქმეებში, საერთოდ აი, რატო, რისთვის გამოიძახე პოლიცია? თქვენ კიდე მეკითხებით მე რისთვის გამოვიძახე პოლიცია და ის რომ თქვენ ძარცოდით ამ საწყალ სოფელს, არ თმევდით ამ სოფელს საჭმელს, წყალს, ამ სოფლის ბიუჯეტს ისუმრუდებს, ეს არაფერი არ არის თქვენი აზრით. თქვენ შეგეძლოთ უბრალოდ შეგეკითხათ ჩვენთვის, ჩვენი სოფელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კეთილ სოფელად. ჩვენი სოფლები თქვენ დაგეხმარებოდნენ. მე მაგალითად საჭმელს მოგაწვდით იქ. სხვა სოფლები ისუნოდებს, მაგრამ თქვენ არ მოგინდათ. თქვენ სხვა გზა აირჩიეთ და ამის გამო თქვენ ძალიანაც და კარგად დაისჯებით. ახლა ნახოთ ისე პოლიცია. მადლობა დიდი. ახლა უბრალოდ თუ შეიძლება გაიყვანეთ ამ სოფლიდან. დღეს მეგრო ჩვენ მე და თქვენ გამოვიჭირეთ ქურდები, რომლებიც იპარავდნენ ამ სოფელში საკვებს, წყალს და ასევე სოფლის ბიუჯეტს და გამოვიჭირეთ ის ქურდები აი ამ კამერის დამსახურებით. აი წარმოგიდგენთ მეგო, ნუ თუ მე არ ვიყიდიდი ამ კამერას, კიდე ერთი თვე გავიდოდა და კიდე ერთი თვე ჩვენ მოგვინდოდა, ჩემი ამ ერთი თვის განმავლობაში ეს სოფელი გახდებოდა მიტოვებული სოფელი და აღარასდროს აღარ დაბრუნდებოდა და მაინც გამოვიჭირეთ ეს ქურდები. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყავით ბოლომდე. თუ მოგეცოცხლეთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.